რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ყაზახეთში დაკავებულმა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ვარშალომიძემ იზოლატორი დატოვა, თუმცა ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ყაზახეთიდან რუსეთში ექსტრადირების რისკები მოეხსნა. ჩვენ მთელი დღე ავარკვევთ სწორედ ამ დეტალებს, ვინაიდან საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პირია, მით უმეტეს, რომ ვარშალომიძე ბოლო წლებში უკრაინაში მუშაობდა. რუსეთი ამბობს, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული. ლევან ვარშალომიძე ყაზახეთის საზღვარზე სწორედ რუსეთის მოთხოვნით შეაჩერეს, ვიცით რომ ის თავისუფალია, ყავს კარგი ადვოკატები, მის საკითხში ჩართულია უკრაინული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებიც, ზუსტდება იურიდიული დეტალები იმისთვის, რომ ვარშალომიძის ექსტრადირება საბოლოოდ გამოირიცხოს. თუმცა აქ უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი სივრცე, რომელმაც რუსეთში ექსტრადიციისთვის გამზადებული საქართველოს მოქალაქის მიმართ არ გამოხატა მხარდაჭერა, არ იზრუნა მის გამოხსნაზე იყო საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება. მეტიც რეჟიმის წარმომადგენლება დღეს ღიად თქვეს, რომ მათ ოპონენტს იმავე აგენტს, როგორც მათ თქვეს, დახმარება ფაქტობრივად არ ეკუთვნის. ამაზე მათ ჩანს, რომ არც უფიქრიათ. თითქმის 24 საათიანი პატიმრობის შემდეგ ლევან ვარშალომიძე ყაზახეთის იზოლატორიდან უკვე გაათავისუფლეს. თუმცა ამ დრომდე არსებობს საფრთხე, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცეს. ვარშალომიძე ყაზახეთის აეროპორტში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. დაკავების მიზეზი რუსეთის ფედერაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა. დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები და იმეც ვიტოვებთ, რომ დროულად ამოიწურება ეს უსიამოვნო სიტუაცია ჩვენ მეგობრებთან, ყაზახებთან და ლევან ვარშალომიძე დროზე დაბრუნდება საქართველოში. ამ მომენტისთვის საქმე წინ მიდის, უკეთესობისკენ არის, მცირდება მისი რუსეთში ექსტრადიციის შანსები, თუმცა არ გამოვრიცხავთ არაფერს სამწუხაროდ. ოკუპანტი ქვეყანა ლევან ვარშალომიძის ყაზახეთიდან რუსეთში ექსტრადირებას ითხოვს, რადგანაც პუტინის რეჟიმს აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელზე სისხლის სამართლებრივი დევნა აქვს დაწყებული და ძებნა გამოცხადებული. რუსეთის სამიზნეში ვარშალომიძე იმის გამო აღმოჩნდა, რომ უკრაინაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს პუტინის რუსეთის მოთხოვნით საზღვარზე, მას პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ პუტინის რუსეთს ყავს მტრად გამოცხადებული და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, იმიტომ რომ ლევან ვარშალომიძე არის საქართველოს პატრიოტი, ის უკრაინაში არის მაღალ თანამდებობას და ამ ასე ვთქვათ მისი საქმიანობით ცხადია ჩვენი სახელმწიფოს წრის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, იმოქმედებს დარწმუნებული ვარ ყოველთვის და შესაბამისად იმის იმედიც მაქვს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება რუსეთს არ გადასცემს ვარშალომიძეს, იმიტომ რომ მას ფაქტობრივად სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხე დაემუქრება იმ შემთხვევაში თუ პუტინის რუსეთს და პუტინს ჩაუვარდა ხელში. იმ შემთხვევაში თუ ლევან ვარშალომიძეს ყაზახური მხარე რუსეთს გადასცემს, პოლიტიკოსის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, რაც აკეთებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისათვის, რომ საკუთარი მოქალაქე დაიცვას. უწყებას ამ დრომდე ერთი განცხადებაც კი არ გაურცელებია. ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით აჭარისთვის და ბათუმისთვის, მის ექსტრადიციას ითხოვენ რუსები, ბევრ სხვა პატრიოტ საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ის არის შეყვანილი სიაში რუსეთის ფედერაციის მიერ როგორც ძებნილი. ამ ხელისუფლების იმედი რომ არ შეიძლება გქონდეს, ეს ძალიან კარგად ვიცით და ამიტომ ჩართულია ამ საქმეში უკრაინული მხარეც, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს მტერს არ გადასცენ საქართველოს მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს, თუმცა არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებენ ოლიგარქი ივანიშვილის დეპუტატები. იმის ნაცვლად, რომ დავით მათიკაშვილი საქართველოს მოქალაქის ბედით შეწუხებულიყო, ლევან ვარშალომიძეს აგენტი უწოდა და თქვა, რომ საქართველო ამაში ვერ ჩაერევა. რა პასუხს ითხოვთ ჩვენი მხარისგან, საქართველოსგან, როდესაც კონკრეტული ადამიანის დაკავება მოხდა სხვა ქვეყანაში და მესამე სახელმწიფოს რაიმე ფორმით მოთხოვნის თვალსაზრისით. მე გაგეცით პასუხი. დიახ. მე გაგეცით პასუხი. არ გაგეცით. შეიძლება თქვენ არ მოგწონთ ჩემი პასუხი, მაგრამ ესეთია პასუხი.
მოხდება თუ არა ვარშალომიძის ექსტრადირება ყაზახეთიდან რუსეთში? ეს ჯერჯერობით უცნობია. ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ პოლიტიკოსი საქართველოში დაბრუნების საკითხში ჩართულია როგორც უკრაინული მხარე, ასევე დასავლელი პარტნიორები.